ალბათ არ იქნება ურიგო, რომ ზოგადი კონტექსტუალიზებით დავიწყოთ, რადგან შეიძლება მაყურებელს ზუსტი ინფორმაცია არ გქონდეს, მათ შორის ადამიანის უფლების თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საქმიანობის შესახებ და მათ შორის შეიძლება არ იცნოს ზუსტად თუ რა მოვლენებთან გვაქვს დღეს საქმე და ამიტომ პირველი კითხვა თქვენთანაც მექნებოდა, იქნებოდა თხოვნა მათ შორის რომ მოკლედ მოგვიყვეთ რა მოხდა 2 დღის წინ, პრინციპში 2 დღის ამბავია ეს სულ და რასთან გვაქვს დღეს საქმე და რატომ დღეს საერთოდ რატომ არის ჩვენი ეთერი მნიშვნელოვანი და რაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ აი ამ ფინანსურ ტეროზე და როგორ აისახა ეს უშუალოდ თქვენს ორგანიზაციაზე. მადლობა თემის დაინტერესებისთვის. შემიძლია მოკლედ გუშინწინ ორშაბათს შევიტყვეთ, რომ დაყადაღდა ყველა თემი ანგარიში და ნელ-ნელა როგორც გადარეკვა გადმოვაკეთეთ, ნელა შევიტყვეთ, რომ ყველა იმ ორგანიზაციის ანგარიში არის დაყადაღებული, ვინც ამათ ფორმით ეხმარება პროტესტს და ვიტყვი, ხო, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2010 წელს არის დაფუძნებული. ეს ორგანიზაცია თავისუფლად არის ორგანიზაციების მიერ დაფუძნებული GCRT ორგანიზაცია, რომლის დირექტორიც ვარ ბოლოსი წელი, ეს არის წამოვის რეაბილიტაციის ცენტრი, ჩვენ საფარი, ალბათ ყველა მიცის საფარი უფლებების საქართველოს ადამიანის უფლებათა ცენტრი ესენი არიან ადამიანის უფლებების მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო 25 წელი მუშაობთ ამ თემებზე, მოკლედ 10-ში საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით გაშდა იდეა, რომ ჩამოყალიბდეს ადამიანის უფლებების სახლი, რომელიც ხდება საზიარო სივრცე აქტივისტებისთვის და უფლებადამცველებისთვის საქართველოში და უფლებადამცველს გულისხმობს ძალიან ფართო გაგებით. ყველა აქ შეიძლება უფლებადამცველი იყოს, სიტუაციური უფლებადამცველობა ეს არ არის პროფესია და რაღაცა რამდენიც საქმიანობა და მუდმივი რამე. მოკლედ, რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტები როდესაც დაიწყო და რუსული კანონი პირველ რიგში მომართული იყო დამოუკიდებელი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ხო და ასე ვთქვათ, კოლექტიურად ჩვენ ვუძახდით ვეპატიჟებოდეთ პროტესტი ადამიანებს, ხე ფართო გაგებით სამოქალაქო საზოგადოება. ამ დროს ჯარიმდებოდნენ ადამიანები და მაშინ გაჩნდა იდეა, რომ რადგან კოლექტიური სამოქალაქო სექტორი არის პასუხისმგებელი ამ აქციებზე, შესაბამისად ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ვინც დაჯერიმდება ადმინისტრაციული წესით, ჩვენ უნდა გადავიხადოთ. მაშინ გადაწყდა, რომ ადამიანის უფლებათა სახლი არის საუკეთესო არასამთავრობო ორგანიზაცია, ვინც მისია ზუსტად ეხმიანება ამას. მაშინ დაიწყო crowdfunding-ი, ხალხიდან ასეთი აკრეფვა და თუ გახსოვთ ზაფხულში რო იყო დიდი კონცერტი, მთლიანად ის თანხა, ასე ვთქვათ, მიზნობრივი თანხის იყო ჯარიმების გადახდა. ადმინისტრაციული ჯარიმების მხოლოდ. იანვრიდან და ჩვენ გაზაფხულიდან მოყოლებული ვიხდით ჯარიმებს, მინდა გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით გვაქვს გადახდილი 900,000 ლარამდე ჯარიმებში. ეს არის სწორედ ის თანხა, რომელიც შეგროვდა მოქალაქეებისგან ერთის მხრივ, ხოლო იანვრიდან უკვე TBC ბანკმა და საქართველოს ბანკმა გადმორიცხა 300,000 ლარი ჯამურად ადამიანის უფლებათა სახლში ადმინისტრაციული ჯარიმების გასასრულებლად. სხვა ფონდებიც მინდა თქვა მათ საქმიანობის შესახებ, გაცნევიც ხო ვერ წარმოვადგენთ სხვა ფონდს. Prosperity Georgia, რომელიც არის რეფორმატორის მიკაგილავის ფონდი, ისინი უკვე ნოემბრის აქციებიდან დაწყებული ანაზღაურებენ სამედიცინო ხარჯებს, იმიტომ რომ ადამიანები აწამეს, დალეწეს, გაანადგურეს. ასევე სამსახურიდან გამოგდებული, მაშინ ჯერ გამოგდებული რაღაც წამოსული და გამოგდებული საჯარო მოხელეების რამდენიმე თვის გარკვევას და ჯარიმებს. ნანუკას ფონდი რამდენადაც ვიცი, თქვა სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას უწევს პროტესტს და ფონდი ერთმანეთისთვის, რომელიც პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებს მეტად ეხმარება. და კი
კიდევ ერთი ფონდი არის, რომელიც სახელმწიფო დაფუძნდა, რომელიც ასევე საჯარო მოხელეებს იწვის თავი. ზოგადად ეს არის ფონდები, ჩვენ არ ვართ ფონდი, აგენტურების სახელი არის არასამთავრობო სამოქალაქო ორგანიზაცია. ჩვენ ვართ ასეთი ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსურად სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან პროტესტებში დაზარალებულ ადამიანებს პირველ რიგში, იმიტომ სამსახურიდან განმარტება დაზარალება, სამართლის საჭიროება შეიძლება სახელმწიფოს ძალადობის გამო დაზარალებულისა და რო გაჯაგუნებულ სამართლოს არ დაზარალება. იმის გამო რომ უნდა ყველა ასე ვთქვათ კარი ამოქოლონ და ყველა საშუალება გადაჭრა ჩვენ საერთო საჯარო პროტესტის, ამის გამო დაკადავდა ანგარიშები და აღიძა სისხლის სამართლის საქმე უნდა წავიწყდეს. არ ვარ მე იურისტი და რაღაცებს არ ვსწავლობ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და რატომ დაიდო ამ ყველა ორგანიზაციას წარდება, ხო? პროკურატურის მიერ წამოყენებული გამოძიების ფარგლებში გამოძიება ეხება შემდეგ დანაშაულებს საბოტაჟი, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობა, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს აქცენტირებული ორგანიზაციისთვის წრულ საქმიანობაში დახმარება და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის ფინანსების მობილიზაცია. ეს ითვალისწინებს 5-დან 20 წლამდე სისხლის ამართების პასუხისმგებლობას. გასაგებია სახელმწიფოს მოტივი გასაგებია სულებით, რომ ყველგან ცდილობა რომ შეგვაფერხონ, გაგაჩერონ ყველა მოსახლეობა. დიდი მადლობა. თქვენ ძალიან ზუსტად ახსენეთ და აღწერეთ ეს რაც პროცესები რაც ქვეყანაში მისდა, მათ შორის აი ეს წინადადება მომხდა განსაკუთრებით ხო ყველა კარი ამოქოლონ, თუ კი რაიმე სახით შეიძლება წინააღმდეგობა გაიწიოს და თუ კი რაიმე სახით შეიძლება საერთოდ ადამიანმა მათ შორის შეძლოს თვითშენარჩუნება ამ ქვეყანაში და ძალიან ზუსტი იქნება თუ კი ვიტყვით ჩემი აზრით ის რომ ეს არ არის ერთადერთი ფორმა ხო რაც თავადაც თქვით იმ ტერორის რომელსაც უკვე არა მხოლოდ თვეებია ვხედავთ ეს თვეები უბრალოდ ძალიან აშკარად და ხელშესახებად ვხედავთ არამედ შეიძლება ვთქვათ რომ თამამად ვთქვათ რომ წლებია ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება მაგრამ თუ კი უკანასკნელი სამი თვის მაგალითით ვიმშელებთ მაგალითად ჩვენ მრავალმხრივი სხვადასხვა ჟანრის ტერორის მომსწრეები ვართ ერთი შეიძლება იყოს ის ტერორი რომელიც ალბათ ყველაზე სწრაფად და ყველაზე დიდ რაოდენობაზე ადამიანების რეზონირებს ეს არის ფიზიკური ტერორი, რასაც წამება ითვალისწინებს და რისი მომსწრეებიც ვიყავით მაგალითად დეკემბრის მაგალითზე და ამაზე ვიცი რომ თქვენ კვლევაც გაქვთ გაკეთებული და ამაზეც მე უკვე ჩაგეკითხებით უფრო დეტალურად. მათ შორის არის საკანონმდებლო ტერორი, რომელიც თუნდაც აი ეს 2023 წლის რუსული კანონის სახელით სახელდებულ კანონს რომ ვეხებით, ესეც სწორედ აი ამ საკანონმდებლო ტერორის ნაწილია. დღეს რასაც ვხედავთ, არა მხოლოდ ფონდებისა თუ იმ ორგანიზაციების დაყადაღებით, რომლებიც უშუალოდ პროტესტში მყოფ დაჯარიმებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ, არამედ ზოგადად აი ამ მუდმივი გაყოლებითა თუ ქვეყნის ყოველგვარი რესურსისაგან გამოფიტვის მაგალითად ეს არის ფინანსური ტერორი, სადაც ადამიანი უკიდურეს სიხატაკეში ჩავარდნის შემთხვევაში სხვა გზას ფიზიკურად ვეღარ ხედავს გარდა იმისა, რომ ის წინააღმდეგობა, რომელიც მას კიდევ უფრო მეტად შეიძლება უბიძგებდეს, ასე ვთქვათ, შიმშილისკენ, იმიტომ რომ ამ წინააღმდეგობის გამო ფინანსურადაც ისჯება მათ შორის სახელმწიფოსგან, ეს წინააღმდეგობა ფიზიკურად ვეღარ გაწიოს და რაღაცნაირად ხო ძალიან რთულია ადამიანი წავიდეს იმ რისკზე, რომ სტატუბრად მისი ყოველდღიური ლუკმა კითხვისნისთვის ქვეშ დააყენოს თუნდაც ერთი ჯარიმის ფასად. მაგრამ ანუ როდესაც ამ საკითხებს საუბრობთ ხოლმე და თუნდაც ახლა ეს 2 დღის მაგალითით არ ხდება ხო მხოლოდ როდესაც ორგანიზაციები იქნება თუ ფონდები იქნება რომლებიც ამ პროტესტთან თუ ადამიანები რომლებიც პროტესტში არიან ჩართულები რაღაცნაირად მაინც გვინდა თუ არა ეს პროტესტი კონკრეტულ სახელმწიფოებში არის ხოლმე მონიშნული ხშირად არის ის რომ ადამიანებს რომლებიც შეიძლება პროტესტისადმი არ არიან კეთილგანწყობილები არც აქვს პრინციპში დიდი ემპათია თუ კი ფინანსურ ტერორს განიცდის ადამიანი რომელიც პროტესტშია აი ესეთი უხეშად რო თქვა ესეთი განწყობა რომ უნდა განიცდეს კიდეც რადგან ის
პროტესტშია, მაგრამ რეალურად ეს ორგანიზაციებისა და ფონდების ეს ნაწილი გამოგრჩება ხოლმე ხშირად, რომ მხოლოდ პროტესტთან მიმართებით განვიხილავთ მათ როლს, მაშინ როცა ეს როლი ბევრად უფრო ადრე იწყება და არ შემოსაზღვრავს თავს მხოლოდ არც ჯარიმის გადახდით და არც მხოლოდ პროტესტის მხარდაჭერით და ალბათ არ იქნება ურიგო, რომ თუ კი თქვენ საშუალება გექნებათ, მათ შორის გვესაუბროთ არა მხოლოდ იმაზე თუ როგორ რართულ ფინანსურ მდგომარეობაში აგდებს პროტესტში მყოფ ადამიანებს აი ეს დაყადაღების რეალობა, არამედ იმაზე თუ რა ტიპის სერვისებს ართმევს ზოგადად ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, რამდენიერი მიმართულებით მათ შორის, ხო, განსაკუთრებით თქვენ შემთხვევაში, როცა რაღაცის საერთო ხოლმის ქვეშ გაერთიანებული არაერთი პროფილის ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე და ალბათ ეს ნაწილის როცა წინ წამოვწიოთ და ვისაუბროთ იმაზე თუ რა სერვისებისგან მოგვეცარა ხელი ამ რეალობაში და ამ კონკრეტულ სიტუაციაში უკვე დაყადაღების შემდგომ სცენარში არ იქნებოდა ურიგო და თქვენ ვიცი რომ ფართო თემაა, ვიცი რომ არ იქნება მარტივი რომ წუთში მოიცოთ, მაგრამ ხო, შეძლების დაგვარად არ იქნებოდა ურიგო. ძალიან ბევრი თემა. დავფიქრები გადამწყვეტა საფრთხე კონტექსტში ის რაც ვიცი, ასევე თქვათ რაღაცების საფრთხე მეცნახე რომ ნამუყას ფონდი უხდიდა რაღაცა წამლის პროცესის მიღმა ძალიან ბევრ პრობლემებს ჩადერებს ამადნერების თავში. ზოგადად ეს არის ნახეთ აი რო შევხედოთ კონტექსტში ხო და სურათში ეს იქაც ეს რაც აქ ხდება ეს არის აი სახელმძღვანელოდან მოღებული ალბათ რომელიღაცა დროზე ეწერათ რომ ეხლა აი ეს უნდა ჩაიშოს ეს არიმე ჩაიკეტო ყველაფერი რაც აქ ხდება მე ბევრი მაგ ნამუშევრებს და ბელორუსს და იმათი რასაც მაგალითად ბელორუს კოლეგებთან ვიყავით ქვეყანაში შეხვედრაზე ბევრი შეხვედრა მქონია რუსულ ხელგამხმარ კოლეგებთან, რატომ და აზერბაიჯანელებთანაც ძალიან ახლო შეხვედრა მაგ კოლეგებთან. აზერბაიჯანის შემთხვევა ოდნავ განსხვავდება, რაც აქ ხდება არის ძალიან მსგავსი და ფაქტიურად გადმოტანილია, რაც რუსეთში მოხდა და რაც ბელორუსში მოხდა, გადმოიტანეს მეთოდოლოგია მთლიანად. წამება ახსენებდა, წამების მეთოდებიც იმდენად მსგავსია. ეგრეთ წოდებული ქცევის მოდელები, როგორც ხორციელდებოდა წამება. იგივე ადამიანებმა იკლიეს საერთაშორისო ექსპერტებმა აი აქ როგორც ჩადიოდნენ წამებას, ვინც იკლებდნენ ბელორუსში და ძალიან დიდი სიმსწავლეა, ძალიან დიდი მსგავსება არის. იმის თქმა რომ ერთი მოდელი არსებობს ავტოკრატიის, ჩვენ ახლა ავტოკრატია მივდივართ ნელი შეიძლება ასტრატეგიული ნაბიჯის დიქტატურისკენ. მაგრამ იმის გამო იდენტური პროცესები მიმდინარეობს, რაც ადრე მიდიოდა ბელორუსში, რუსეთში და აი ეს ფონდების დაყადაღებაც არის აი ამ სახელმძღვანელოს მოკლედ ერთ-ერთი ნაწილი. რაც შემდეგი ნაწილი მოდის ახლა ამ თემაზე არ ვარ სასაუბრობ, მაგრამ მოდის ეგრეთ წოდებული ფარა, რომელიც აპრილში გახდება კანონი და მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მთლიანად შეიზღუდებიან. საქართველოში ინფორმაციას, ობიექტურ ინფორმაციას ადამიანები ღებულობენ დამოუკიდებელი მედიისგან, რაც ერთად ონლაინ მედია არის და უფასო მომსახურებას სხვადასხვა ტიპის ჯგუფები ღებულობენ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. ძალიან ფართო არის სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების სპექტრი დაწყებული, ზიანის შემცირება, ადიქცია, ფედერალური შესაძლებლობები, საპრიორიტეტო დახმარება, ფსიქოლოგიური დახმარება ძალიან ფართოა. ყველა ინოვაციური სერვისი საქართველოში არის არასამთავრობო სექტორის დანერგება. აპრილიდან რუსულმა კანონმა ვერ გამოიღო ის ნაყოფი, ის გეგმა, ის სურვილიც ჰქონდა ივანიშვილის რეჟიმს და აპრილიდან აინიცირებენ ახალ კანონმდებლობას, რომელიც იქნება დრაკონული მონსტრი კანონმდებლობა, უწევთ დამატებით კარებებს ჩაგვიჭრა. იმის თქმა მინდა, რომ აი ეს ფონდების დაყადაღება ძალიან დიდი პროცესის ერთ-ერთი ნაწილი არის. რასაც ვერცულიან ხოლმე ემპათიის ნაკლებობა ახსენებს. ჩვენ და საკითხი მხარების დაყოფა გოლი არასწორი არის. ბოლო კვლევა იყო, სადაც ძალიან მაღალი პროტესტის მხარდაჭერიდან
ოცნების ელექტორატში 80% ხარს უჭერს პოლიტიკური პატრიოტის გამოშვებას. იმის გამიდან, რომ ეს პოლარიზაცია არის ხელოვნურად შემოტანილი თემა. ყავს ძალიან დიდი ფულის და გავლენის და ძალაუფლების მქონე ელიტა, კრიმინალური ელიტა, რომელსაც კიდეგანო რესურსები ვიკონტროლოს ნარატივები. ხო, ძირითადად სოციალურ მედიაში მოკერდებს და მომდევნო. აი ამ სოციალურ მედიაში იქნება ილუზია, რომ არის პოლარიზაცია, რომ ვარ დაყოფილები, რომ ვარ ნაცები და ფოტოები და ბინარულობა. აი ამ პროპაგანდის პროცესი არ არის. სინამდვილეში პოლარიზაცია არ არის. ხალხზე გვაძის მაფია სინდიკატი, რომელიც აგრეთვე ბოლომდე ჩაახშეს უცხოური განსხვავებული არის. მათ არ აქვს ამ თავის სახელმწიფო პრინციპი, რომელიც ვიძახეს სახელმწიფო რაღაცა პრინციპებად, არ აქვს სპონტანურობის, მოქნილობის, აი რასაც აქეთ მხარე, ანუ საქართველოს მოსახლეობის თავაზე. ძალიან ხშირად სპონტანურები, შემოქმედებითები, ხო? გავართ თანადგომაზე და თანაჩნობაზე სოლიდარობაზე, ეს არ არის ძალიან სიტყვები, ხო? თუნდაც ეს ფონდები რატო შეიქმნა, რატო მოაფიქრდა თქვა, თუნდაც გადამწყვეტი სახის გამგეობას, თუნდაც სხვა ფონდებს რატო დასთან და მოდით ახლა დამამოდებითად. ამაში არავინ ეს სეგმენტანაზღაურებას არ იღებს. ბუნებრივი იმპულსი არის ადამიანის თანადგომა და თანაჩნობა. ძნელი ამასთან ბრძოლა, ამის ჩაჭრას ცდილობენ და მოკლედ აი ამ ჩვენი იმპულსის ჩახშობას ბოლომდე ერთად ყოფნის. ამის მე მჯერა, რომ ძალიან მალე რაღაცა ახალი მექანიზმი შემუშავდება ფინანსური მხარდაჭერით. ეს შეიძლება იყოს დეცენტრალიზებული მექანიზმები, შეიძლება იყოს სხვა თავის ჩემი კოლეგა მაგარო ემიგრანტებს დიდი როლი შეიძლება ჰქონდეს, იმიტომ რომ სამართლებრივად ჩვენ მართლა ძალიან ვიქრობებით და ძალიან დიდი შეძლებლობის წამოვა თითოეულ ერთადანზე. მაგრამ იმდენად ძლიერია ეს იმპულსი რაღაც. აქეთ ამ პროცესში, აი ამ პროცესში არის სიმწიფე. და ძალიან მთავარი იმპულსი ადამიანის არის სიმწიფე. და ეს იმპულსი გვაყოლინებს ახალ ძებს. ეხა ჯერ ფსიქოლოგიურად როგორ არის, რაღაცა კრიზისი მოხდება, შეგვიძლია ეს კრიზისი არ არის, მაგრამ ამ ფონდებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს და გუშინ მეორე დახმარებას, კრიზისის პირველ ფაზაში შოკის ფაზა. შემდეგ მოდის შემდეგი ფაზა. ნამდვილად ხალხი გამოვაქვს ამ შოკის ფაზიდან და იმსჯელებს და მოვიფიქრებთ ყველა მიმართად ახალ გამოხატებას. დიდი მადლობა. აი ამ თუნდაც პოლარიზების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი არის თავისთავად, თუნდაც როცა საუბრობთ პროტესტში მყოფ ადამიანებსა და პროტესტში არ მყოფ ადამიანებს შორის, ის გასათვალისწინებელია, რომ თუ კი რაიმე ტიპის განწყობების სხვაობებს ვამჩნევთ, ამ შემთხვევაში შეუძლებელია პროდაიას რეჟიმის მიერ ნაწარმოები პოლიტიკა არ ამოვიღოთ მიზანში და მათ შორის ახლა არ არის შემთხვევითი ხო საზოგადოებრივი მაუწყებლის წირო მდგავართ, რადგან სწორედ რეჟიმის მიერ ნაწარმოები პოლიტიკის ნაწილია ეს პროპაგანდის გავრცელებას და უზრუნველყოფას, რასაც შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს კონკრეტული მედია უზრუნველყოფდეს, თუმცა სამწუხაროდ ეს არ არის ერთ-ერთი მედია, რომელიც ამაზეა პასუხისმგებელი, მაგრამ პასუხისმგებელი ამ შემთხვევაში გასაგებია გატოთხოთ საზოგადოება პასუხისმგებლობას საზოგადოებრივ მაუწყებელს. ის ერთი კითხვა მექნებოდა თქვენთან უშუალოდ, თუ კი ყოფილა საზოგადოებრივ ამ ორი დღის განმავლობაში საზოგადოებრივ მე უბრალოდ თვალი ვერ მივადევნებ, თუ კი დაინტერესება ყოფილა, რამდენად შეიძლება თქვენს ორგანიზაციასთან მიმართებით, ან სხვა ფონდებთან, ორგანიზაციებთან თუ იცით, რამდენად ყოფილა დაინტერესება საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან უშუალოდ ამ პროცესებზე. ეს ხონდა ბრიფინგი 12 საათზე ადამიანის საფრთხეში და მათ მიკროფონი და კამერა იყო და მეც სოციალური მედია მაქვს და არა იქნა ბრიფინგი და მადლობა. ხომ არ არის რაიმე კითხვა აუდიტორიისგან? კი ბატონო.
მე გკითხავთ, მეც რაღაც სტუდენტობის შემდგომ პერიოდში მომიწია მუშაობა, ცოტა დავაკვირდი ასე რუსული კანონის მიმდინარეობას და შედეგებს რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ძალიან რაღაცნაირად დაგვიანებულად დაიწყო რაღაც საინფორმაციო კამპანიები იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ სინამდვილეში ეს უფლებადამცველი ორგანიზაციები და რატომ მოიკიდა რეჟიმის რუსული პუტინის პროპაგანდამ ასე კარგად ფეხი საზოგადოებაში. ჩვენთან როცა ვლაპარაკობთ არის თუ არა საზოგადოება პოლარიზებული, იმ კითხვამდეც მივდივართ, მუშაობს თუ არა პროპაგანდა რა რაღაცნაირად და იმ ნაწილისთვის, ვისთვისაც შესაძლოა მუშაობს ეს პროპაგანდა, აი თუ შეგვიძლია გავიმარტოთ სინამდვილეში, მაგალითად ადამიანის უფლებათა სახლი რა საქმიანობს, აი ჩვენც რო ავხსნათ ადამიანებისთვის სინამდვილეში, ანუ ჩვენ ხო რაღაცნაირად ცოტა როგორც საზოგადოება მთლიანად ჩავფლავდით იმის განმარტებაში, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია და რატო არ შეიძლება რომ ერთადერთი სწორი ვერტიკალი სახელმწიფოში იყოს სახელმწიფო ინფორმაციის წყაროც და საერთოდ ყველანაირი ჭეშმარიტების საფუძველი და საწინდარი და რას აკეთებდა Human Rights House-ი ამ წლების განმავლობაში და ფონდებამდე საქმიანობაზე ჩაგიკითხეთ რამაც მადლობა. მე ცოტა ისე მოშორებით დავიწყებ ჩვენ პირად მოსაძებას გეკითხეთ და მე ბევრად მიდერ. მე აი მთელი ჩემი სივრცე წამს რომ სამოქალაქო საზოგადოების სექტორი არის ყველაზე უფრო ღირებულებაზე დაფუძნებული ასეთი სექტორი, იმიტომ რომ ჩვენ და ძალიან ცუდი ხასიათით ეს პიარია NGO სექტორს, კიდე მარკეტინგი, კიდე ბიზნესი და კიდე სინამდვილეში სხვა სექტორთან შედარებით დაბალ ანაზღაურებაზე ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები მუშაობენ თავდადებულად, ძალიან წმენებზე და ფასეულობაზე დაფუძნებული არის არასამთავრობო სექტორში მუშაობა. დაგვხატეთ ფასეულობების გაჟღერებას თუ გავაკეთებ და იდეის ერთგულება არის ყველაზე მაღლა ამ სექტორში მუშაობ ადამიანები. ამას ვიძახი ფენომენალური შეფასებითად, არც კარგად, არც ცუდად, აი როგორც ფაქტს ისე არც აქებად, არც აქებად. ბიზნეს სექტორში თქვა ფასეულობა არის, არ ვიცი და შეიძლება განვითარება და ფულსი. აქ ფასეულობა არის, სამართლიანობა არის ერთ-ერთი მაღალი ფასეულობა, ხების დახმარება არის ფასეულობა და ამით რეგულობს ნოყეთ მაყურებლობას, ინდივიდი, რაღაც თემი და შეიძლება დიდი კოლექტივი არასამთავრობო თემი არასამთავრობო ორგანიზაციები. დავიწყე GCRT რას ვაკეთებთ? ადამიანის უფლებათა სახლი არის შედგენილი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ჩვენ ვარსებობთ 25 წელი. შევარდნაძის დროს დავიწყეთ 2020 წელს და აფხანეთიდან ბევრი ადამიანები, ვინც იყვნენ უსასტიკესი ტრავმული გამოსვლების მქონე ადამიანები, ნაწამები, გაუბედურებულები, გამოცდილების გაუბედურებულები. არავინ არ იყო, ვინც მათ სიტყვის ჯანმრთელობაზე და მაშინ არც არანაირ სამეცნიერო დახმარება იყო. ჩეჩნეთი დონტოულინები, ციხეებში, პოლიციაში იყო მაშინ წარმოუდგენელი წამება, ხალხი ცვიოდა ახალ არგამალის პოლიციის შენობიდან. სააკაშვილის პერიოდში აგვისტოს ომის დაზარალებულებთან მუშაობდით, ციხეებში შევდიოდით, წამებისგან მუშაობდით. უფლებების საქართველოს ადამიანის უფლებათა ცენტრი ვთქვათ, აი საია იყო, უფასო იური, რამდენ ადამიანს აქვს? გული რომ გადაუხადოს ადვოკატს, ძალიან საერთოდ ადამიანის უფლებათა დასჭირდება, ისე სამუშაო და ძალიან ძვირობს მაგალითად კერძო ადვოკატი. ეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციების გადამკვლევები მუშაობს, უფასო იურიდიულ სერვისს უწევს მოქალაქეებს. 2 მილიონთან მეტი კონსულტაცია აქვს საიას გაწეული. საფარის სიტყვაზე ხო, ისევ სახლის ორგანიზაციები ლაპარაკობთ. ოჯახში ძალადობის, სიცხელის ძალადობის ხორტი ქალები, ბავშვები, რომლებსაც მათი ხმა გამოაქვთ გარეთ. ეხმარებიან თქვა ძალადობრივ გარემოდან გამოსვლაში, ეხმარებიან ხელახლა ცხოვრების დაწყებაში. აი ამას აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ადამიანის უფლებათა სახლის სპეციფიკა არის უფლებადამცველების ხარდაჭერა. აქცენტი იყო
რაღაცა პერიოდი თითქოს ევოლუციით მივდიოდით, ხო? საქართველოდან იყო რაღაცა კეთილ გარემო რაღაცის ხელშემწყობი. ბევრი მეზობელი ქვეყნიდან დევნილი უფლებადამცველი აქტიურობდა თავში თაფას და ამაში ეხმარებოდა ადამიანის უფლებათა სახლი. ადამიანის უფლებათა სახლი საქართველოს რეგიონებში ეხმარებოდა და ფეგრანტირებას უკეთებდა და განაცხადა და მცირე ინიციატივებს, რომლებიც მუშაობდნენ სოფლის დონეზე, საქმე დონეზე დაწყებული რაღაც პროექტებით დამთავრებული მოზარდების განათლების პროექტები. ან სახლის იდეა, სახლი მიწონია, რომ ეს არის სახლი ყველა ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია უფლებადამცველი საქმიანობით. ალბათ უფრო ინადანებთან ვერ ვყარებან ამ ადამიანის სახლზე, ვინცაც მიღებული აქვს სერვისი ყველა. ვისაც თან ამხამდა. ძალიან ბევრი სიკეთებია ამ სახლს და სახლის ასევე პოლიტიკა იყო ეს დაბალი, ანუ არახილვადობა და არა გამოჩენა მედიაში ან სოციალურ არამედ ესე სახლის კეთება. ბევრი ადამიანი იყო გადარჩენილი, დაყვანილი, გადარჩენილი იყო ბევრი ადამიანი, თქვათ, ციხეში მოხვედრას, ციხეში მყოფ, უკანონო დაკავებული ქვეყნის უფლებადამცველების წავს გამოყვანა, უამრავი რამე აქვს ნაკეთები. როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე სხვა ავტოკრატიულ რეჟიმებიდან გამოცდილებული მოქალაქეებისთვის. სამწუხაროდ 2019-დან აღარ ითვლება საქართველოს უსაფრთხო ადგილად სხვა ქვეყნის განსაკუთრებით ჩვენი მეზობელი ქვეყნების უფლებადამცველებისთვის. დღესაც ნახეთ, ხო, ეხლა ეს ვახსენე უკვე ალბათონი დღეს რომ არ შემოვიდეს რომ 15 წელია ფინანსის დირექტორი 15 წელი არის საქართველოს ცხოვრობს და პერმანენტული ორი მცირეწლოვანი შვილი მეუღლე და არ შემოუშვეს სადღაც ლიტვის მოქალაქე არის. გააგდეს საქართველოდან. ასე იწყებოდა რუსეთში, ასე იყო ბელორუსში, ასე იყო აზერბაიჯანში. ესეც გამოდახეს ადამიანი, რომელიც საქმე გაფორმებული რეჟიმში არყავს და გააბრუნეს აეროპორტიდან გააბრუნეს სხვა მიზეზი, ასე ჩაუწერეს. ისო გამოცა აზრი. მაგრამ მოკლედ ადამიანის უფლებათა სახლი ეხმარება ამ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთ უფლებადამცველი საქმიანობის გამო აქვთ რისკები. ეხლა უკვე ყოველგვარ რისკები ჩვენი საქმიანობის გამო არა მარტო უფლებადამცველი საქმიანობა თემი და თორე ძალიან ფართო ცნება არის. რატომღაც ქართულმა მეინსტრუმენტებმა დაამკვიდრა, რომ ადვოკატები არიან უფლებადამცველები. არა. გაეროს კონვენცია ადამიანის უფლებადამცველებზე იძახის, რომ სიტუაციურად ნებისმიერი ჩვენი ქვეყანი არის ადამიანის, რომ ხედავ, რომ ირღვევა ვიღაც უფლება და რომ ერევი, შენ ხდები ადამიანის უფლების დამცველი. ხომარ არის რაიმე მოკეთო. კითხვა თუ გექნება ჯერ და მე ჯერ კითხების ნაწილი მოვილიოთ უმჯობესი იქნება ალბათ და მე უკვე გადავიდეთ უფრო ღია მიკროფონის პრინციპზე. მადლობა. მე მოგშეკითხვა შეიძლება არ მინდა სალისაფა გასაჯაროება, მაგრამ თუ გაქვს საუბარი იმაზე, რა შეიძლება იყოს მომავალი ან მოსახლეობაში, თუ ფიქრობ რაიმე გამოსავალზე, რომელიც ჩვენთვისაც საინტერესო შეიძლება იყოს. ან კონკრეტულ ყადაღაზე მეკითხები? გასაჩივრება ტექნიკურად ყველა ორგანიზაციამ გაასაჩივრა სააპელაციოში საჩივრდება და სააპელაციო საჩივრდება მე იმათ სამეზეთო საჩივრებას. არავის არ აქვს იმის მოლოდინი, რომ სააპელაციო ამას ჩვენ გასაჩივრებას დააკმაყოფილებს. აი ეს სამართლის საქმე არის აღდგენილი. იმედი გვაქვს ისევ სოლიდარობის არა მხოლოდ თქვათ ჩვენი კოლექტივად, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან მაღალი რეპუტაცია აქვს ადამიანის უფლებათა სახლს საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებში. და დიდ დროში რა ვიცი, მარგარეტ მიცი იყო განცნობილი ანთროპოლოგი. ძალიან დაჩვეულებრივი ხარი და ძალიან დიდი ლექცია რა, 500 ადამიანი ლექცია და კითხეს რა არისო ცივილიზაციის პირველი ნიშანი, რას ვთქვათ თქვენ, როგორც ანთროპოლოგი ცივილიზაციის პირველ ნიშანს. და მოლოდინი იყო, რომ იცოდა ბრინჯაოს არტეფაქტ რაღაცა, ლიფტი, რომელიც პირველი აღმოჩნდა აქტიურ გასწორებაში.
და ეგეთი რამე უპასუხა, რომ ცივილიზაციის პირველი ნიშანი არის 150 წლის წინანდელი შეხორცებული ბარძაყის ძვალი. ეს არის ყველაზე გრძელი ძვალი, რომელიც გაგვაჩნია ადამიანებს, რომლის შეხორცებაც თანამედროვე მედიცინის პირობებშიც სჭირდება დრო და ჩარევა. იმ დროს, როდესაც მცირე ტომებად შეხორცებული ბარძაყის ძვალი ნიშნავს, რომ არ მიატოვესო ეს ადამიანია. პირები შეიძლება თვეების განმავლობაში ვიღაცები მის გვერდზე იყვნენ, საჭმელი მიქონდათ, მაშინ არც გადასახული პაცარა, წყალი მიქონდათ და დაელოდნენ სანამ ფეხზე დადგაო. და ამას იწევს ის, რომ შეხორცებული ბარძაყის ძვალი ან თანაგრძნობა არის პირველი ნიშანი ცივილიზაციის. ამაზე ვგევართ მის ხელმისაწვდომს და იგივე სურათში ის ადამიანები, ვინც ვიგრძვით ვაპროტესტებთ, ვითხოვთ რომ გაანთავისუფლოს დანაშაულობით დაჭერილი ადამიანები და მუდმივად ვაპროტესტებთ უსამართლობას და თან ვაძლიერებთ ერთმანეთს. მკითხება და თქვენი რაღაცის გაჟღერება და თუ კი კითხვები თქვენ რომ მოხდეთ, იმიტომ რომ შნურზე არის ეს შორს ვერ მოვიტან მიკროფონს ფიზიკურად და მოგესალმებით. საინტერესო და მნიშვნელოვანი ორგანიზაციის განყოფილება, რამდენადაც გავიგეთ, მოიაზრებს კოალიციურ გაერთიანებას ადამიანის იზრდებისა და ის ეგიდი პრობლემა არასამთავრობო ახლოს დაიჭირებს მიკროფონი. მეც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვარ, ზედმასშტაბური პროექტები და სხვა კოალიციები გვაქვს ჩვენი დაფინანსებული და ხალხთა და ხალხთა და ეუთოს მისიის უდიდეს ეგიდით საქმიანობით თავისუფლება. ჩვენი კოლეგაყოფა თავისუფლება. მოკლედ ძალიან დიდი სტრესი გამოიწვია ფონდების დაყადაღება. ხალხ პრაქტიკულად ეს მოძრაობას არ აწევს. დიდი იმედი ჰქონდა, გვაქვს ესეთი ინფორმაციები, რომ ახალგაზრდა შვილებსაც ამზადებენ. ვერ გადავიხდიან ფრანკას და პატარა შვილები მოყავს, არის ნერვიული და არიქელი გარკვეული პერიოდის ავწია. ძალიან ძნელი სასწრებია, მაგრამ ფაქტი წინაშე დავდია. აქედან გამომდინარე, ერთი-ორი კვირის წინ ბატონმა პააკამ კულტურაზე რეგულაციის ჩარიმების თემაზე წამოაყენა ასეთი იდეა, თუ შეგწინათ ვისაუბრებთ ჩვენ ამ თემაზე, რომ და ფინანსური ხრეების აქცია გამართულიყო. იქნებ გაითვალისწინოთ, ეს ძალიან კარგი იქნება, ორგანიზება გაკეთებულიყო და ცვლილება მოხდარიყო რუსთაველზე. და ყველა გამოვიდოდით ჩვენი მუხლები. მე პირადად მაქვს 174 მეოთხე ნაწილი, პრიმა მუხლი, ასე ვთქვათ, და უზარმაში შეგვიძლია. იქნებ გავაკეთოთ ეს, გადავიღოთ ვიდეოზე, ინგლისური ტექსტი დაუვთოთ, ჩვენ პოზიციებს დავაფიქსირებთ ჩვენი მუხლებით და გადავგზავნოთ ჟენევას, Human Rights Watch და თემი საერთაშორისო ორგანიზაციებს, IGF ძალიან სერიოზულად მუშაობს ეს ორგანიზაცია და ამ გზით ჩვენ შეიძლება ავიცდინოთ ამ ფონდების შემდგომი ეტაპები, რასაც ისკის სამართლის საქმე ქვია. ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენ დაგიდგეთ გვერდში. ჩვენ ერთმანეთს ვდგევართ გვერდში და აუცილებლად ყოვლა დაუშვებლად მივაჩნია, რომ უსამართლოდ სამშობლოს დაცვისთვის ათასობით ადამიანებს ასამართლებენ. მადლობთ წარმატებით. კარგი იქნება თუ გამიხილავთ ამ იდეას. ხომ არის კიდევ რაიმე კითხვა? აქ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გულისხმობს, რომ ანგარიშები ყარდახდება, თქო, არავინ ჯარიმის გამო, ადმინისტრაციული ჯარიმის გამო არავის არ დააკავებენ. არასდროს, ესე ისედაც ხარდება. მადლობა განმარტებისთვის. ხშირად ნამდვილად ფაქტობრივად ნელ-ნელა ყველანი უფრო და უფრო მეტად ვცდილობთ, რომ მოვიგოთ ამ იურისტების როლიც და უფრო მეტად გავერკვეთ, იმიტომ რომ მაგის გარეშე უკვე შეუძლებელი ხდება თუნდაც იმის გაგება თუ თუნდაც
საკანონმდებლო დონეზე რისი უფლება შეიძლება ქონდეს ამ რეალობაშიც კი შეიძლება რაღაც ჩანაწერს ოდნავი მნიშვნელობა მაინც ქონდეს და ეს მაინც რომ ვიცოდეთ ხოლმე. თუ კითხვები არ არის, თუ გნებათ რადგან თავს გვაწვიმს და ცივა ძალიან ნელ-ნელა დასასრულისკენ გქობა შეგიძლიათ და რა იმის თქვა? ხო. კი ბატონო. ზოგადად თემის საქმიანობისთვის. ოდის ცოტა გვიანაშენები ერთაშენა გაისაუბრეთ, ამ დაჯარიმებას რაც შეეხება, რომ სიცხადე შემოიტანოთ, ხო? არ გადახდეს შემთხვევაში გასაგებია არის პატარას შექმნა. არის ისე ვთქვათ ინფორმაცია, რომ საწყის ეტაპზე ატარდება მაგარი შექმნა, ხო? და ეს ატარდა აუცილებელი არის გავხსნილოს უძრავ შემდგომში ან ზოგადად ხადაღაც წევდება, მაგრამ ეგ ამ კუთხით იმის აუცილებლად მე რაღაც ეტაპზე გავცელდება უძრავთვანებაც. თუმცა თავიდანვე გავცელდება უძრავთვანებაც. დავაზუსტოთ. უბრალოდ მაინც აქვე ვიტყვი, რომ რაღაც შემთხვევით არ გვია შევაწყვეტ არ გვიგონოს რაღაც იურიდიული კითხვები მთლად შეიძლება არ იყოს აქ რელევანტი. მე არ ფსიქოლოგი, დაახლოებით 99 ვიცი. სტუდენტები, იმიტომ რომ მიწას ყოველდღიურად შეხება იურისტებთან. მაგრამ არ ვიცი. კეთილ ვიცი, მაგრამ არ მინდა რამე არასწორი კითხვა, ამიტომ ხალხი შევიკავე პასუხის გაცემის. უძრავ ქონებაზე ყადაღა არ ვიცი რა. ყოველ შემთხვევაში ახლა ის მაინც ვიცით, რომ აშკარად გარაეთერი კიდე ერთხელ იურისტის მოწვევით გჭირდება, იმიტომ რომ კიდე ახალი კითხვები ყოველდღე ხელახალი კითხვები გვემატება და იმიტომ რომ ახალი გამოწვევების წინაშე ვდგებით. სხვა არა იურისპრუდენციასთან დაკავშირებული კითხვები თუ არის, რაც უშუალოდ ფინანსები და იურისპრუდენცია გამორიცხოთ, მაგრამ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ და განვაგრძოთ კითხვების დასმა. თუ კი არ არის კითხვები, მაგ შემთხვევაში შევაჯამებდი ორი სიტყვით, პრინციპში შეჯამებასაც რა ვიცი, განსაკუთრებული არაფერი არ სჭირდება, ფაქტობრივად დღესაც კიდევ ერთხელ ამ ეთერში თუნდაც მხოლოდ იმ ნაწილის გააზრებით, რაც ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ, ხო და თუნდაც ის ძალიან მწირი ჩამონათვალი ფუნქციებისა და მისიისა, რომელიც შეიძლება უშუალოდ კონკრეტული ორგანიზაციების შემთხვევაში გვხდებოდეს, რამდენად პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ერთი ის ფაქტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მსგავსი ფუნქციების შეთავსება უწევდა წლების განმავლობაში, კიდევ ერთხელ აშიშვლებს იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო ამ ფუნქციებს ფიზიკურად არ და ვერ ითავსებდა და მეორე ის, რომ დღეს არათუ არა და ვერ ითავსებს ამ საბაზისო ფუნქციებს, არამედ იმისათვის, რომ პროტესტს პირდაპირ, ასე ვთქვათ, დაარტყას ამ ფინანსური ტერორით, ფაქტობრივად ადამიანებს შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის წყაროებსაც კი უხშობს, ხო, რადგან ხაზი უნდა გაისვას იმას, რომ ეს დაყადაღება არ გულისხმობს მხოლოდ ამ ორგანიზაციებისა და ფონდების დაყადაღება არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ადამიანები, ვინც პროტესტში არიან, დაჯარიმების შემთხვევაში აღარ ექნებათ საშუალება, რომ ეს ჯარიმა გადაიხადათ, არამედ უამრავი სხვა მნიშვნელოვანი მიზნებისა თუ გეგმების განსახორციელებად აღარანაირი რესურსი აღარ ექნებათ ამ ორგანიზაციებს და კიდევ ერთხელ მოგვევლინა აი ეს რეჟიმი მართლაც იმ როლში, სადაც ნებისმიერ რამეზე არის წამსვლელი, ოღონდ საკუთარი ძალაუფლება რაღაცნაირად გაიმტკიცოს და გაინაღდოს მომავალში. თუმცა ვერთდები იმ განწყობას, რომ ის ფაქტი, რომ დღეს აქ ვდგავართ, არ არის პატარა ამბავი, ვთქვა თავს გვაწვიმს, აგერ რაღაც ის საშუალება, იმით შეგვიძლია დავიიმედოთ თავი, რომ თუ კი დაგვაჯარიმებენ, შემოგვეშველება ვიღაც და ისე ვიღაც შემოგვეშველება, თუ ვიღაც არ შემოგვეშველება, ყოველთვის ერთმანეთს შევეშველებით, იმიტომ რომ მასე ვდგავართ და მასე მოვდივართ დიდი ხანია და რა ვიცი, მაგ იმედით ვართ ალბათ ახლაც და ხო, ეს იმედი არ არის პატარა ამბავი და ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა აქვს ერთმანეთის იმედს და მადლობა ძალიან დიდი დღეს სტუმრობისთვის და მადლობა ყველას მოსვლისთვის.